გარემოსდაცვის მინისტრი კახეთში ალაზანი აგრიჩაის მიწისქვეშა წყლების აუზში განხორციელებულ პროექტს გაეცნო. ელგუჯა ხოκრეშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მინისტრმა გურჯაანის რაიონის სოფლებში კალაურსა და ზეგანში მდებარე რამდენიმე ჭაბრუხილზე ჩეხეთის მთავრობის მიერ დამონტაჟებული აპარატურაც დაათვალიერა. ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კი წყლის სინჯები აიღეს. დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით ხორციელდება. ეს შეეხება კახეთში მიწისქვეშა მტკნარი წყლების მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებას. კახეთში დღესდღეობით ისევ რჩება სასმელი წყლის პრობლემა და ეს მონიტორინგის სისტემა ხელს შეუწყობს, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ კახეთის რეგიონი. მიმდინარეობს ინტენსიურად 300-მდე მიწისქვეშა ჭაბრუღილების ჭაბრუღილების ინვენტარიზაცია. ამ ეტაპისათვის კახეთში კალაურის რაიონში ერთ-ერთ ჭაბრუღილზე დამონტაჟდა თანამედროვე აპარატურა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში გვაწვდის ინფორმაციას ჭაბრუღილში არსებული წყლის რაოდენობისა და ხარისხის შესახებ. კახეთში დაიწყო წყლის რეზერვების მოძიება და ამავე დროს იმ რესურსების განსაზღვრა, რაც აქვს ზოგადად რეგიონს.